ძალიან საინტერესო ამბავი გვჭირს და დაგვემართა რომ ეროვნული მოძრაობიდან ანუ როცა საქართველოს დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ მესაძირკვლები იყო პოეტები, მწერლები, ხო, ორივე ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავაც და ამ დამოუკიდებლობის ასე ვთქვათ მესაფლავებიც პოეტები და მწერლები აღმოჩნდნენ. ხო, იმიტომ რომ იმ ინტელიგენციას, რომელსაც ხშირად გავიგონებთ და რომელსაც თუნდაც თვითონ გამსახურდია წითელი ინტელიგენციას ეძახდა, ყველაზე დიდი ფლაგმანები იყვნენ მწერლები, ხო? ისინი იყვნენ ფაქტობრივად, ვინც ედგნენ დამოუკიდებელ საქართველოს, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგე. ესე აღმოჩნდა. სიტყვის ძალა ინჟინერიად აქცია საბჭოთა კავშირმა და ის მე-19 საუკუნე თავისებურად გადმოთარგმნა, ოღონდ გავლენის ნაწილი შეუნარჩუნა. ამის ინერცია იყო ის ხალხიც. ის ხალხიც და იმ ერთი კაცის ალბათ ინერციაც შეურნაძე რო ქვია, იმიტომ რომ ის იყო ფაქტობრივად მთელი ის. ხო, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში იმან განაპირობა ის, რომ ეს ხალხი აღმოჩნდა რაღაცა ისევ ამ ხო, ნავში.